მოდი დავიწყოთ გაგრით, სადაც დღეს წვიმს +14 გრადუსია და წვიმანალექის სახით. გადავინაცვლოთ მერე სოხუმში, სადაც +15 გრადუსია და აქაც წვიმანალექის სახით. ალბათ გაინტერესებს ზუგდიდი +17 გრადუსი და აქაც მესტიაშიც წვიმს. კი ბატონო +7 გრადუსი. გადავინაცვლოთ ფოთში, სადაც +18 გრადუსია და ასევე წვიმა მოსალოდნელი. ბათუმში +20 გრადუსი და წვიმა აქაც. ოზურგეთშიც +20 გრადუსი და რა ვქნათ, დღეს დასავლეთში წვიმს, ქუთაისშიც წვიმს, +20 გრადუსი, ამბროლაურში +18 გრადუსი და წვიმა ნახოთ ახლა ახალციხე, სადაც +17 გრადუსია და ცოტა მზე გამოანათებს ღრუბლიდან, ბორჯომშიც ცოტა მზე ღრუბელში იქნება +14 გრადუსი, არის მოსალოდნელი ბაკურიანში +12 გრადუსი და აქაც უნალექო ამინდია, გორშიც უნალექო ამინდია და +18 გრადუსი, მოთბა ქართლში, ცხინვალში +16 გრადუსი, სტეფანწმინდაში +11 გრადუსი და უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ვნახოთ ახლა რა იქნება გუდაურში +6 გრადუსი და უმეტესად ღრუბლიანიო. თელავი თბილია და +21 გრადუსი. რუსთავ ქალაქში +22 გრადუსი და ჩვენს დედაქალაქში +21 გრადუსი. აი ასე.